რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, რა თქმა უნდა, კვლავ გრძელდება. ზუსტად 8 საათზე ტრადიციულად დაიწყეს აქ ადამიანებმა შეკრება, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა სწორედ ამ გამზირიდან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მათ გააკეთონ კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ წუთებში მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან, ჯერჯერობით მათ საავტომობილო მოძრაობა არ გადაუკეტიათ და შესაბამისად აქ სამართალდამცველების მობილიზებაც ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ შეინიშნება. აქ ყოფი ადამიანები ამბობენ და თანხმდებიან იმაზე, რომ ყოველდღიური პროტესტი არის მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა უცნებამ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც მათ ეგონათ, რომ ადამიანები ქუჩაში არ გამოვიდოდნენ და მათ რუსულ პოლიტიკას არ გააპროტესტებდნენ, ამის მიუხედავად ყოველდღიური პროტესტი ისევ გრძელდება და ადამიანები აქ ყოფი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება მთავარი გამარჯვებები მიღწეული. ხალხმა ისთვისაც აირჩია ეს კაცი თავის სიტყვას უარყო, თავისი შეპირებები ხო არაფერი შეასრულა. ჩვენი არათუ თავისი სიტყვა, ჩვენი წინაპრების არჩეულ გზას უარყო და ქვეყანა დაღუპა და რუსეთს რა ოცნება ქონდა, რომ ჩვენ ყოფილიყავით რუსეთის ბოსტანი, ამას დაარქვა ქართული ოცნება და ღუპავს ქვეყანას. ათასას დავიბრუნებ და საქართველოსაც დავიბრუნებ. ასე რომ ჩვენ ერთად ყოველდღე ბოლომდე დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საქართველოს მიაქანებს ზუსტად აი იმ სივრცეში, რუსეთის უტილისეურ რეპრესიულ სივრცეში მიაქანებს. ეს უბანი ჩემი სამრევლო უბანია და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ დგას, ჩემი მრევლია. მე არ შემიძლია, რომ ამ დღეებში მათ გვერდზე არ ვიყო. ეს ჩემი სულიერი და მორალური ვალდებულება. თუ ხალხი საზოგადოების დიდი ნაწილმა არ გაითავისა, რომ საქართველოს დაკარგავს თავის დამოუკიდებლობას, სამწუხაროდ შედეგი არ იქნება, მაგრამ იმის და მიუხედავად მე ვფიქრობ, რომ მე სწორედ ვქცევ, რომ რუსთაველის გამზირზე ვარ. ხელისუფლებას, რომელ ხელისუფლებას? უფრო დავარქმევდი ყაჩაღებს, ქურდებს, მძარცველებს, რომლებაც თურმე იმდენი გვპარეს, იმდენი გვძარცვეს, რომ დღემდე სული როგორ გვიდგას, მარტო კითხვა მაქვს, როგორ მოვატანეთ აქამდე, მაგრამ რადგან მოვატანეთ და რადგან ვდგავართ, ასე ვიდგებით მათ გადაშენებამდე, ბოლომდე. მართალია ოქროს ზოდები არ გვაქვს, მაგრამ ოქროს გულები გვაქვს აქ ყველას. ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, სწორედ ასეთი აქ ყოფი ადამიანების შემართება, იმ ადამიანების, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ, როგორც უკვე გითხარით, ჯერჯერობით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი რუსთაველის გამზირზე არ არის, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღესაც რუსთაველის გამზირი აუცილებლად გადაიკეტება.